მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ინფორუსავს, მე ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე ვარ და როგორც თქვენ უკვე იცით, ჩვენს პლატფორმაზე წინასაარჩევნოდ დავიწყეთ ახალი რუბრიკა. ეს არის აპოლიტიკური ინტერვიუ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და ვცდილობთ, რომ უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი არის გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც რამდენიმე წამში შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. ბატონი ვახტანგი, გახლავთ ასევე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის, ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი და გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ასევე. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს რუბრიკაში. მადლობა თქვენ. როგორ მოგწონთ პირველ რიგში მაინტერესებს რუსთავი? ჩემთვის ეს რაღაცნაირად სიახლეა, რომ არ წარმომედგინა, რომ თბილისთან ასე ახლო მდებარეობს და ესეთი ქალაქი, რომელსაც შვიდია და ძალიან განსხვავებულია. თბილისისგანაც განსხვავებულია. მათ შორის რაღაცა ესეთი ადამიანური კლიმატით, ადამიანებს შორის ურთიერთობის განსხვავებულობით, მოკლედ საინტერესოა. პირველად როდის ჩამოხვედით რუსთავში? დაახლოებით 3 კვირის წინ. დღეს უფრო გალამაზებულია ჩვენი ქალაქი. 3 კვირის, ანუ თქვენ რო ჩამოვედი უკვე გალამაზებული იყო და მითხრეს რომ ეს ნაწილი. არა, მესმის, მაგრამ უფრო ადრე რომ ჩამოსულიყავით, თუნდაც 2 წლის წინ, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ეს არის კოსტავას გამზირი, რომლის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქუჩა გვაქვს რუსთავში. 3 წლის წინ ამ ქუჩაზე იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა, ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურა ჰქონდა და ამიტომ ავღნიშნე, რომ დღეს უფრო ლამაზია ჩვენი ქალაქი, ვიდრე იყო თუნდაც 2 და 3 წლის წინ. ნამდვილად ლამაზი ქალაქია. რა შეგიძლიათ გითხრათ რუსთავზე, რუსთაველებზე, თქვენ გქონდათ ხო თუ არ ვწდები უკვე შეხვედრები, შეხვდით ახალგაზრდებს, რა საბეჭდება დაგრჩათ, როგორი ახალგაზრდობა ყავს რუსთავს? მათი ვერ გეტყვით, იმიტომ მე ჩემთან შეხვედრაზე მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც იცნობდნენ გირჩს და იმის გამო რომ გირჩმა აქ კანდიდატი დააყენა, მათ აინტერესებდა თქო ჩემი გაცნობა სხვა გირჩის ლიდერებთან შეხვედრა და მე ამათ ვესაუბრე. ანუ ზოგადად ახალგაზრდობაზე წარმოადგენა ნაკლებად მოხთ რამე სპეციფიკური იყოს რუსთავში ახალგაზრდობა. ზოგადად მგონია რომ არაფერი განსხვავებული პრობლემები რუსთაველებს არ აქვს სხვა ქალაქების და ზოგადად საქართველოს სხვა ახალგაზრდებისგან. და შესაბამისად ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აქ რუსთაველებთან დავამყაროთ, ხო? ანუ იმ პრობლემების ყველასთვის ერთია, განსხვავება საქართველოს რეგიონებს შორის საკუთარი არ არსებობს. გასაგებია. მე მინდა რომ მაყურებელმა უფრო ახლოს გაგიცნოთ, ვინ არის ვახტანგ მეგრელიშვილი. კონკრეტულად ახლა ბიოგრაფია რო ჩამოგითვალოთ, ცოტა შევასწავლოთ, ძალიან დიდი ისეთი მაქვს, რა თქმა უნდა, გრძელი. მაგრამ თავარ მომენტებს გეტყვით, რომელსაც მე ვანიჭებ მნიშვნელობას და მე მგონია, რომ თქვა ჩემი ცხოვრებისთვის ამას გარკვეული გავლენა მოუხდენია. ბოლოდან დავიწყებ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მგონია ის, რასაც თქვა ეხლა ვაკეთებ გირჩი. მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი საგანმანათლებლო პროექტი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს იმას, რასაც ვფიქრობთ და ეს არის ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი სიახლე. და ხშირად იწვევს ხოლმე გააკვირვებას, გაოცებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც მათ შორის რუსთავში გვაქვს, მოვიპოვეთ იმით, რომ ამ ადამიანებს სულად განსხვავებულად დავანახეთ, აღვაქმევინეთ ის ქვეყანა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრობთ. განსხვავებაში რას გულისხმობთ? განსხვავებაში იმას გულისხმობთ, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული პარტია ვართ ზოგადად და ადამიანების საზოგადოება. ჩვენ მგონია, რომ მთავარი ჩვენი პრობლემა არის თავისუფლების ნაკლებობა. ანუ ის, რასაც რუსთავი თავისი დაარსების მომენტიდან განასახიერებდა, ქვეყანა, სადაც ყველაფერი იყო დაგეგმილი, სადაც ადამიანებს აუშენეს ქალაქი, ჩამოიყვანეს, უნდა ემუშავათ აქ, ამ ადამიანებს არაფერი თვითონ არ ქონდათ თავად ცხოვრებაში გადასაწყვეტი. ანუ ყველაფერი ეს, რაც აი რუსთავი თავისი დაარსებით განასახიერებდა, ამის საწინააღმდეგო მე მგონია ჩვენ გირჩს რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანების ცხოვრება. ანუ ამიტომ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა საკუთარ თავზე და მთავრობაზე, პოლიტიკაზე მათ შორის. თქვენთვის თავისუფლება რა არის? ჩემთვის თავისუფლება არის მაგალითად პასუხისმგებლობა, მაგალითად მე ვარ მშობელი და მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი შვილების აღზრდაზე. ეს მე ვგრძნობ, რომ მე ვარ, ამ კანონში კი არ წერია სადღაც. ჩემი ახმა ასეთ.
ამისათვის რომ მე ეს ჩემი პასუხისმგებლობა კარგად შევასრულო, მე მჭირდება თავისუფლება. ანუ მე მჭირდება თავისუფლება განსაზღვრო ჩემი კონკრეტული შვილებისთვის რა არის მნიშვნელოვანი. მე მჭირდება თავისუფლება ამ ქვეყანაში მქონდეს შესაძლებლობა ველაპარაკო ადამიანებს. მათ შორის ველაპარაკო, არ ვიცი, რუსთაველებს, რუსთავში ახლა მიმდინარე პოლიტიკური კამპანიის მონაწილეებს. ამის შესაძლებლობა სინამდვილეში არ არსებობს. აი თქვენ დამეთანხმებით რუსთავის ადგილობრივი ძალიან პოპულარული მედია საშუალება ხართ და ერთად ვაკვირდებით აქაურ სიტუაციას და მე სერიოზული საუბარი რუსთავში პოლიტიკოსების არ მინახავს. არის ჩვეულებრივი რაღაცა მარკეტინგული კამპანია. ვუკავშირებ იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთად ძალიან ბევრს ვიტყუებით. ანუ სინამდვილეში არა, მე ვცდილობ რომ არ მოვიტყუო, ამიტომ გვაქვს დაბალი რეიტინგი. ანუ ვინც კარგად იტყუება, მას მაღალი რეიტინგი აქვს, ამის თქმა გინდა. მე მის თქმა მინდა, ზოგადად მე მის თქმა მინდა, რომ ანუ ის პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, მე ხო გიფცე ვლაპარაკობდი რა არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი თქვა და ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევცვალეთ რეალურად ჩვენი ცხოვრება და რადიკალურად არ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენ 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ერთ-ერთი ღატაკი ქვეყანა ვართ და სინამდვილეში ვერ გამოვედით საბჭოთა მემკვიდრეობის მარწუხებიდან. და ვერ დავიწყეთ განვითარება. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივხვდეთ თავარ განსხვავებას საბჭოთა საზოგადოებასა და თავისუფალ საზოგადოებას შორის. თუ ამას მივხვდებით და ეს მიხვდა მხოლოდ ლაპარაკის შედეგად შეიძლება. მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება შანსი, რომ არა ერთმანეთთან დაპირისპირებით, არამედ საუბრით ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. გასაგებია, თავისუფლებაზე ბევრს საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, დღეს ამომრჩეველი არის თავისუფალი? ამომრჩეველი ჩემი აზრით შეიძლება ზოგადად ესეთი თავისუფალი არავინ მას პირდაპირ გაგებით არ ძალადობს, მაგრამ ის რომ ამომრჩეველის ინფორმირებულობის დონე, ანუ ცოდნის დონე ძალიან დაბალია და მისი მოტყუება ძალიან მარტივია, ეს ზუსტად ამ თავისუფლების ეფექტურობას ამცირებს. რაც აქვს ამორჩეველს დღეს მასზე არავინ არ ძალადობს. აი ფიზიკური ძალადობის ფაქტები ნაკლებად არის და ზოგადად ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. გეთახმებით ამაში, ვახტანგ, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით? კი ბატონო, რა გაინტერესებს ჩვენს ოჯახს? დაოჯახებული ხართ? მე ვყავს 3 შვილი. მე ვყავს 3 შვილი, მეუღლე და 3 შვილი. და ჩვენ ვართ რაღაცნაირად აი მე რო გეუბნებოდით გირჩი მეთქი განსაკუთრებული პარტია, ჩვენ იმას რასაც ვლაპარაკობთ, იგივეს ვაკეთებთ. მაგალითად, ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მდგომარეობა, იმიტომ შეიძლება იყოს საინტერესო გირჩელებისთვის, რომ ჩვენ ვიძახით, რომ განათლება უნდა იყოს თავისუფალი, ანუ მშობელს უნდა შეეძლოს საკუთარი შვილის აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობის აღება. და მე ეს პასუხისმგებლობა ჩემი აზრით ყველაზე მეტად მაქვს დამტკიცებული, რომ ავიღე, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილები თვითონ მე და ჩემს მეუღლეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ხოსად მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ჩვენი შვილები ჩვენ თვითონ აღვიზარდა და დღევანდელი ქართული სკოლის მიღმა ოჯახში ვზრდით შვილებს, რაც ჩემი აზრით ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიგვიღია ალბათ ცხოვრებაში. გასაგებია. შეგიძლიათ საინტერესო ფაქტია. სანამ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთობოდით, მანამდე რა საქმიანობდით? რითი იყავით დაკავებული? ესე იგი, პოლიტიკამდე 2015 წელს, როდესაც გირჩი შეიქმნა, მანამდე ვიყავი მე ნიუტონის სკოლის დამფუძნებელი და მისი დირექტორი. ანუ ამ სტატუსით ჩავერთე პოლიტიკაში. შემდეგ პოლიტიკა იმდენად საინტერესო და მომთხოვნი ადგილი აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ თლიანი აქცენტი პოლიტიკაზე გავაკეთე და არა სკოლას. და სკოლიდან საერთოდ წამოვედი. არ დაგწყდათ გული? მე მინდა ისეთი სკოლის გაკეთება და ჩემს სიამოვნებაში ეს პოლიტიკური კარიერაც იმიტომ ავირჩიე, რომ საბოლოო ჯამში მე მინდა ისეთი სკოლის გაკეთება, რომელიც მე წარმომიდგენია, რომ სწორი სკოლა, ანუ მინდა რომ ეს სკოლა იყოს სრულიად თავისუფალი სახელმწიფოს რეგულაციებისგან. იქ გადავწყვიტო მშობლებმა და სკოლამ თუ როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვები. გასაგებია. ეს არის ჩემს ოცნების სკოლა სინამდვილეში და მაგიტომაც ისა ბავშვობაში რა ოცნება გქონდათ? ბავშვობაში არ მახსოვს რა ოცნება მქონდა. არ მახსოვს უბრალოდ შეიძლება ბევრი ოცნება მქონდა, რაღაც მეტყევეობა მახსოვს, რაღაც ერთი პერიოდი მინდოდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული ოცნებები არ მქონდა. კარგით, კანდიდატები ძალიან ბევრს საუბრობენ მოსახლეობის საჭიროებებზე, რა აწუხებთ, თქვათ, რუსთაველებს. საინტერესოა, ვახტანგ მეგრელიშვილს რა აწუხებს? მე იგივე მაწუხებს ჩემი აზრით, რაც ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში. ანუ მე მაწუხებს კეთილდღეობის ნაკლებობა.
და რისკები, შიში იმის რომ მე არ ვიცი როგორი იქნება ხვალინდელი დღე. და მე დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად იგივე აწუხებთ რუსთაველებსაც და ნებისმიერ ადამიანს, ანუ უმრავლესობას ადამიანების ამ ქვეყანაში. არა პროგნოზირებადობა ხვალინდელი დღის. ის რომ დღეს ვართ კრიზისში და არც კი გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ მიზეზები გამოვიკვლიოთ რატო ვართ ამ კრიზისში. და შესაბამისად აი ასეთი ის რომ ჩვენ არა გვაქვს საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებსაც ჩვენ ვენდობით, ეს არის ჩვენი პრობლემების მთავარი წყარო და მიზეზი. და არ გვაქვს საშუალება რომ მივხვდეთ რა უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება და ყოფიერება გაუმჯობესდეს. და მთავარი კითხვა, აი რა უნდა გირჩს რუსთავში? რა იდეები აქვს თქვენს პარტიას რუსთავთან დაკავშირებით? რუსთავთან დაკავშირებით ჩვენს პარტიას და ზოგადად არც ერთ ლოკაციასთან დაკავშირებით არანაირი სპეციფიური იდეა ჩვენს პარტიას არ აქვს. მეც იმიტომ ვარ აქ მაჟორიტარობის იდეაში კანდიდატი, რომ ყველანაირად ხელი შევუწყო პარტიული, ანუ ჩვენი გირჩელების კონსოლიდაციას ქალაქ რუსთავში, რომ მათ ერთმანეთი გაიცნონ და ჩვენ ყველამ ერთად 31 ოქტომბერს მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ, ანუ დავინახოთ თურმე რა შეგვიძლია მათ შორის რუსთავში. ჩემი ამოცანა კონკრეტულად რუსთავში არის ეს. მე არანაირი ამბიცია იმის, რომ რუსთაველები მე საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატად ამირჩევენ არ მაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მგონია რომ ანუ იცით რომ თქვენ ვერ გახდებით რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, მაგის ცოდნა მე მგონი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ ამოცანას არის იბრძვით. ანუ ჩემთვის გამარჯვება არის გირჩმა რომ აქ მიიღოს მანდატი საქართველოს პარლამენტში. მე მანდატი შეიძლება ისედაც ვქონდეს პარტიული, ანუ შესაძლოა რომ სიაში არა, სიაში ვარ მე და შეიძლება თუ გირჩმა საქთანადო მხარდაჭერა მიიღო, მე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქნები მაჟორიტარობის მიღმა. და სით, რა თქმა უნდა. ანუ ეს შესაბამისად ჩემთვის ისედაც საინტერესოა ზოგადად ვიცოდე თქვათ ადამიანების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირჩმა აიღო საქართველოში 2018 წელს რუსთავში მეორე ადგილზე გავედით, ანუ პირველი იყო თბილისი და შემდგომი გირჩისთვის მხარდაჭერი, ყველაზე მეტი მხარდაჭერა იყო რუსთავში. 4%. და რაოდენობა გაზრდილია, როგორ ფიქრობთ 2020-ში? იმიტომ ვარ აქ ეხლა, რომ ეს რაოდენობა, რომელიც მაშინაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გირჩისთვის, თუ შესაძლებლობა ამის არსებობს, მაქსიმალურად გავზარდოთ. გასაგებია. მე მაინტერესებს რა არის გმირობა თქვენთვის? გმირობა? რა ვიცი, სიმართლის თქვა ჩემი აზრით და ხო, ანუ ტყუილისგან თავის შეკავება. ეს არის გმირობა ნუ დღევანდელ ცხოვრებაში. გასაგებია. ეს მაინც უნდა გკითხოთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გიჭერთ მხარს, ხო? ძირითადად ამორჩევლები არიან ახალგაზრდები. კონკრეტული რაიმე გეგმა თუ გაქვთ რუსთაველ ახალგაზრდებთან დაკავშირებით? მეორედ გიმეორებთ, რომ ჩვენ არანაირი გეგმა არ შეიძლება გვქონდეს რაიმე გეოგრაფიულ ლოკაციასთან დაკავშირებით. გირჩი არის პარტია, რომელიც იდეაში უნივერსალური იდეებს ავრცელებს. და გირჩის უნივერსალური იდეები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გქონდეს როგორც პიროვნული თავისუფლება, ასევე ეკონომიკური თავისუფლება საზოგადოებას. იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობაში, იმისათვის, რომ დღევანდელი პრობლემები არ გქონდეს. აი მაგალითად ის რაც მაგალითად რუსთავში ძალიან ხშირად ისმის, ხაერის დაბინძურება იქნება, ეს ეკოლოგიური პრობლემები იქნება თუ კომუნალური თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის სიღარიბის პრობლემა. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ღარიბი საზოგადოება, ღარიბი ქვეყანა, გამოსავალი ერთია. ანუ ამას რაღაცა არ არსებობს 3 გზა და 4 სწორი გზა და რაღაც. სწორი გზა არის ერთი სწორი გზა. ეს სწორი გზა მეტნაკლებად ცნობილია. თუ ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, რომელიც იყო ბოროტების იმპერია, ჩვენ ხო დღეს მის საწინააღმდეგოდ უნდა ვიქცეოდეთ, თუ ის არ მოგწონდა და ის ცხოვრება და ანუ საბჭოთა კავშირიდან იმდენი ცხოვრების წესი, ანუ ცნობიერებაში ისეთი ცნობიერება დარჩენილი, რომ ვერ გამოვდივართ. აი დღესაც კი თქვათ, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს რას ნიშნავს, რომ მაჟორიტარები არიან თითქოს აქაურობის რაღაცა პატრონები, რომ ვიღაცებს უნდა უპატრონონ, ხო? ეხლა ხო სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში კონკრეტული პროგრამებით მოდიან მაჟორიტარები. არა, ტყუილია, თუ გინდათ დავჯდეთ, აი თქვენს ეთერში დავჯდეთ და გავიაროთ ნებისმიერი პარტიის პროგრამა. ნუ უბრალოდ დაგიხსნით რა ხლა ზღაპარია ეს ყველაფერი. რატო არის ზღაპარი? აი წარმოიდგინეთ რომ ანუ ვერ განახორციელებენ რეალურად აი წარმოიდგინეთ რომ ეხლა ხო უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ მიხვედით რომელიმე პარტიის წარმომადგენელთან და მას ეკითხებით, აბა მითხარი შენი პროგრამა რა არის?
და ამ პარტიას აქვს 5%. ან რა ვიცი 10% აქვს, ხო? ამ პარტიას ხო უბრალოდ შანსიც კი არ აქვს თეორიული, რომ თავისი პროგრამა ნამდვილად განახორციელოს, თუ მე არ შემითანხმდება, სხვა პოლიტიკურ პარტიას არ შეუთანხმდება და ჩვენ მაგალითად რაც გავაკეთეთ. მთელი აი თქვენ თუ ადევნებდით თვალყურს თვეების განმავლობაში გირჩი იყო ინიციატორი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთად დამსხდარიყვნენ და მოეფიქრებინათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რა იყო ქვეყანაში მთავარი გასაკეთებელი. და გირჩმა მოვახერხეთ, რომ უმეტესობა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შევთანხმდით მთავარ პრინციპებზე, რაც არის გასაკეთებელი. ეს 21 პუნქტი მედიაში ღია საჯაროა, ნახე შეგიძლიათ ნახოთ. და ჩემი აზრით, თუ ეს გაკეთდა, ეს გირჩის პროგრამაზე ბევრად მეტია, ვიდრე გირჩელება რამე პროგრამა ქონდეს. ჩვენ თუ მოვახერხეთ სასამართლოს, აი მაგალითად რუსთაველებმა რომ მოსამართლეები აირჩიონ, რუსთაველებმა რომ საკუთარი პოლიციის უფროსი აირჩიონ, რაც უკვე შეთანხმებულია ოპოზიციასთან. რა უნდა გააკეთოს გირჩმა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები გავიდა სახელმწიფო რეგულაციებისგან და ჩვენ შესაძლებლობა გქონდა გვექნა მრავალფეროვანი განათლება მივცეთ საკუთარ შვილებს. რა არის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში? ვინ მოიგებს, კირკიტაძე თუ ლაცაბიძე? რუსთავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს? მე მართალი გითხრათ, დიდად ეს გამბავი არ მაღლობს, მინდა რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგოს. ანუ ჩემი კონკრეტული მიზანი არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგოს. იმიტომ კი არა, რომ მე ოპოზიციური კანდიდატის რაღაცა აზრები უფრო მომწონს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ლაცაბიძეს ან ქართული ოცნებასთან დალაპარაკების შანსიც კი არ არსებობს. ანუ პრობლემა გქონდათ თქვენ შეთავაზება ვთქვათ მასთან, ანუ ესე გადაჭრით რატომ ამბობთ, რომ არ ჩვენ ვართ ერთადერთი მართლა ხალხი, ვისაც არავისთან ლაპარაკზე უარი არასოდეს არ უთქვა და მე მაქვს გადაცემა, მე თქვენ კოლეგა ვარ, სხვათა შორის. კი, ვიცი, ვუყურებ სხვათა შორის თქვენს გადაცემას. ყოფილან ქართული ოცნების წარმომადგენლების და ყველა პოლიტიკოსიც ალბათ ყველა სერიოზული ოპოზიციური პარტიიდან, ხო? და მაგრამ მას მერე რაც ქართულმა ოცნებამ 20 იუნის პროპორციულ არჩევნებზე გადაყარა ხალხი და მე 14 ნოემბერს კიდე მეორეჯერ. სინამდვილეში მოხდა ესეთი რამე, რომ ქართულმა ოცნებამ ამით თქვა, რომ მე თქვენ არავის აღარ დაგელაპარაკებით და ჩემთან ლაპარაკს საერთოდ აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ მე ჩემს სიტყვას პატივს არ ვცემ. ანუ პრობლემა ამაშია, რომ ქართული ოცნება აღარ ლაპარაკობს. მე ისიც არ ვიცი ქართულმა ოცნებამ რომ მოიგოს ეს არჩევნები, საერთოდ როგორ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას ამ რეჟიმში, ამ იზოლაციაში, რომელშიც ის არის. გასაგებია და ვახტანგ თქვენ ერთხელ თქვით რომ შესაძლოა გირჩის მხარდაჭერა დასჭირდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას. თქვენთან ახლოს უფრო რომელი პოლიტიკური ძალა, ანუ ვის შეიძლება გქონდეს თქვენი იმედი და თქვენი მხარდამჭერები? ჩვენ ახლა მაგალითად რაც წეგან რო გითხარით, რომ ჩვენ შევუთანხმდით მეთქი. ჩვენ ხო ვიცით რომ რა მნიშვნელობა აქვს მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ხო? კოალიციური მთავრობამ სინამდვილეში რა ვიცი, იგივე რაღაცები უნდა მოინდომოს, გააკეთოს, რადგან ჩვენ წინასაარჩევნოდ შევთანხმდით. აი ამ წინასაარჩევნო პერიოდში ვინც ყველაზე დამაჯერებლად, ვინც ყველაზე უფრო კაფიოდ გააჟღერებს იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენ ვართ შეთანხმებულები და ჩემთვის ეს იქნება სარწმუნო. მე კონკრეტული პოლიტიკოსების უფრო მჯერა ვიდრე პარტიების, ხო? ანუ თუ ეს მაგალითად არის აი აქ არის ქართული ოცნებაც, აქ არის ევროპული საქართველოც, აქ არის თუ არა ვაშაძე ან ქალბატონი ნინო-ბურჯანის პარტიიდან წარმომადგენელი, მაგრამ ეს ხალხი არის მონაწილე საერთო შეთანხმების, ხო? მე კარგად შევხედავ იმას, რა ქვია, დათო კირკიტაძესაც, ირმან ადირაშვილსაც, რომელიც უფრო მკაფიოდ და გასაგებად იტყვის იმ მესიჯებს, რომლებიც არის ჩვენს მიერ არჩევნო ბანერებს და პლაკატებს თქვენსას. ანუ მიზეზი რა არის ამის? ბევრი მიზეზია. ჯერ ერთი ის მიზეზია, რომ არ მიგვაჩნია, რომ ზოგადად ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის ეფექტური და ზოგადად თანამედროვეობის შესაბამისი. და მეორე მიზეზი უფრო ბანალურია. გირჩს არ აქვს ფული. ანუ გირჩს აფინანსებენ მისი მხარდამჭერები და არა სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ ჩვენი თითოეული თეთრი არის კონკრეტული ადამიანების გადახდილი ფული. და იმის, რა ქვია, ტრადიციული საარჩევნო კამპანიის ჩატარების ფული ასე ღარიბ ქვეყანაში არ იკრიბება იმას ზოგადად ესეთი პარტიები ღარიბ ქვეყნებში არ არსებობენ მაგრამ რადგან არსებობენ ისეთი ფული აქ შეუძლებელია გამოჩნდეს რომ ტრადიციულ პარტიებს რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონობით ფინანსდებიან მათ შეეჯიბრო საერთოდ არაფერს არ ვამბობ სახელმწიფო პარტიებზე რომელიც სხვა რესურსებიც არის
დებატებში მიიღებთ მონაწილეობას? თუ ვინმე დამიჯდება დიდი სიამოვნებით. კონკრეტულად თქვათ ვის გულისხმობთ ოპოზიციური პარტიას თუ მართველი პარტიიდან? მე ვაცაბიზე მე უბრალოდ ყველაფერი ვნახე Facebook-ზე. აი ჩვეულებრივი როგორ ვიხარ ძალიან ისეთი მაგათო სადღეგრძელოების ანუ კრიტიკაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ აზრი არ წამიკითხია საერთოდ არანაირი. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მათთან დავждებოდი და გითხარით კიდეც რომ მე დავპატიჟე ესენი რომ დავილაპარაკოთ, ანუ ვისაუბროთ. შეიძლება ეს საინტერესო იყოს, იმიტომ რომ მსგავს არაფერი არ ხდება რუსთავში და ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნების ბოლომდე და თუ რამე შეიძლება იყოს ადამიანების საინტერესო, ეს არის მათი პოლიტიკოსების საუბარი. წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებდით? კატასტროფულია, ანუ რატო? იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანები არ საუბრობენ გეუბნებით, ან ჩემი თავარი მესიჯი არის, რომ ვიდრე ჩვენ არ დავიწყებთ სერიოზულად საუბარს ჩვენს სერიოზულ პრობლემებზე, მაგალითად ეკონომიკაზე არ დავიწყებთ, რატო ღარიბდებით იმაზე არ დავიწყებთ ლაპარაკს? და არ დავიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ რა არის ფუნდამენტალური მორალური, ასე ვთქვათ, წესი, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვერ ჩამოვყალიბდებით ნორმალურ საზოგადოებად. დიახ. ხო, ანუ სანამ ეს ამბავი არ მოხდება, ჩვენ ვერ მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. ანუ გადაწყვეტილებებს, რომელიც მე ანუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ამას მიიჩნევენ, რომ ეს არის ზოგადი სიკეთისთვის. ანუ შეთანხმება ასეთ გადაწყვეტილებებს შეიძლება. ანუ ლაპარაკის გარეშე შეთანხმებები არის შეუძლებელი. აი მაგალითად, სტანდარტულ ქართულ ეთერებში ადამიანები ერთმანეთს ეფარიკავებიან, ხო? ანუ თითქოს უნდა გაიმარჯვონ კამათში. ისინი არ ეძებენ რა არის ამ კონკრეტულ საკითხში სიმართლე, ან რა არის გამოსავალი. საერთოდ ეს მაშინ ხდება, როდესაც პროცესი გამოდის საჯარო სივრცეში. როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან დახურულ კარს მიღმა, იქ ბევრად უფრო საქმიანი საუბარი შეიძლება შედგეს. ანუ ეს შესაძლებელია იყოს პიარის ნაწილიც. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ჟურნალისტების, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმის საკითხიც, რა თქმა უნდა. გასაგებია. ჩვენ დასასრულისკენ უახლოვდებით. თქვენი მთავარი გზავნილი რა იქნება ამ მრჩევლის მიმართ? ჩემი მთავარი გზავნილია, რომ იმისათვის, რომ ჩვენ გვეშველოს, საჭიროა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა სცადოს საკუთარი თავის შეცვლა. ანუ თითოეულმა ჩვენთაგანმა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და როგორც პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ, მაშინვე ვიგრძნობთ საჭიროებას თავისუფლების. ანუ თუ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა მოგვიაროს. ანუ პატრონით დაგჭირდება მუდმივად. რა მომენტში ვიგრძნობთ, რომ სხვა კი არ არის პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი შვილების ცხოვრებაზე, არამედ თითოეული ჩვენთაგანი ვართ პასუხისმგებელი. აი იმ მომენტში ვიგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თავისუფლება. და ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ გარდა ამ ზოგადი მესიჯისა გვაქვს ასევე კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რომ ადამიანებმა უზარმაზარი ქონება, რომელიც დღეს აქვს სახელმწიფოს, უნდა დაიბრუნონ. ადამიანებს როგორ უნდა დაიბრუნონ? აწარმოიდგინეთ, აი ყველაფერი აქ ხო სახელმწიფოსი იყო. ხო, დაიწყო პრივატიზაცია და აი ეს ამ სახლებში დღეს მისი უშუალო კერძო მეპატრონეები ცხოვრობენ. ასე ირგრევა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ამ სახლებს უნდა გავცდეთ. ამ სახლების მიღმა სულ სახელმწიფოს ქონებაა. სულ, აი ამ პარკი მიდივარ სახელმწიფოს ქონებაა, საწარმოები სახელმწიფოსია, საბადოები სახელმწიფოსია, ტყეები სახელმწიფოსია, ანუ ყველაფერი, რასაც ღირებულება ამ ქვეყანაში გააჩნია, არის სახელმწიფოსი. ნაცვლად სახელმწიფოსი, ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების თანაბრად და გვექნება კერძო მესაკუთრეების ქვეყანა და საზოგადოება. რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი ვახტანგ? იცით რა არის? პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა ეს ყველგან ბუნებრივი იყო და საქართველოშიც ბუნებრივი იყო 100 წლის წინ 1920 წელს. ამ ქვეყანაში გოჯიმი არ არსებობდა, რომელსაც პატრონი არ ყავდა. მერე საბჭოთა კავშირი შეიქმნა და კომუნისტებმა რომ ყველაფერი წაართეს ჩვენს მისი მემკვიდრეების თქვენ ბრძანდებით, მათ შორის. მას მერე დავჭით ყოველგვარი ფონების და საკუთრების. აი როგორი სარეკლამო ბანერი აქვს ლელოს. ფულია. მეორე არის მნიშვნელოვანი, რომ შენ საკუთრება რო გაქვს, აუცილებლად მოგდის თანამოქალაქეებთან კონფლიქტები. ამ კონფლიქტებისთვის შენ გჭირდება მართლა დამოუკიდებელი სასამართლო. და მესამე საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით, ეს ყველაფერს შეთანხმებულ საკითხებს ვეუბნებით ოპოზიციასთან, რომელიც გონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. და მესამე გეუბნებით, რომ თუ მშობელს არ ექნება საკუთარი შვილის აღზრდის უფლება,
მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ანუ ყველაზე მეტად რაც გიყვარს, ყველაზე მეტად რაზეც ნერვიულობ, ვისთვისაც რაღაცნაირად ცხოვრობ. თუ ის ადამიანი ფეხებზე კიდია, როგორ შეიძლება რამე განაღულებდეს? შესაბამისად, მესამე საკითხი არის, რომ ჩვენი შვილები რაღაცნაირად უნდა დავიბრუნოთ, მშობლის უფლება უნდა დავიბრუნოთ და პასუხისმგებლობა სახელმწიფოსგან გადმოვიბაროთ უკან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუბრიკაში მონაწილეობის მიღებისთვის. ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობდა გირჩიდან, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მე ვარ სოფო ცერცვაძის ჟურნალისტი და ჩვენ უკვე ერთმანეთს შევხვდებით შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.